გვამი მჭირდება. კომიტეტი ეს ორი გვამი. всё. პრემია დიდია. ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდია. ამ რამდენიმე წამში არის ჩადებული, თქოთ დაბრუნდეთ, არის ჩადებული სააკაშვილის მმართველობის მთელი არსი. სად თქვა ეს მინისტრმა, რა იყო ადგილზე ვითარება, რატომ მოითხოვა ორი გვამი შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც კრიმინალს უნდა ებრძოდეს და რეალურად მიუტანეს თუ არა მას ეს ორი გვამი და რა მოხდა რეალურად, ქრონოლოგიურად, რომ როგორც თქვენ ჩათვლით იმთან მიმდევრობით ფაქტებს გულისხმობ, მაგრამ ქრონოლოგიურად რომ გვიამბოთ ყველაფრის შესახებ. და ასევე ჩემი თხოვნა იქნება აგვისტოს ომი არ გამოგრჩეს მხედველობიდან, იმიტომ რომ მაშინაც და ახლაც იყო მოსაზრება, რომ ეს იყო გარკვეულწილად გაგრძელება რაღაცა ამბის, რატომღაც და მთლიანობაში სახე იმისა, თუ როგორ ეპყრობოდა სააკაშვილი და მისი პოლიტიკური მმართველი გუნდი ჯარს, სამხედროებს და მთლიანობაში სამხედრო საქმეს. ჩვენ რომ გავიხსენოთ 2008 წელი ის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების შორის, როდესაც ფაქტობრივად მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული მთლიანად სახელმწიფოში, ქვეყანაში და თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენ სამშობლოს სახე, ღირსება და სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირის უნარი, ეს იყვნენ ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ მრავალი ჩვენ გმირი, მრავალი გულანთებული და პატრიოტი ადამიანი და წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო ხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან.